შეფასებით დავიწყოთ არსებული სიტუაციის, ნიკა, რაც ხდება უკრაინაში და რა დამოკიდებულებაც აქვს საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას. დიდი მადლობა. აი ხო ვიცოდი რომ დაასრულებდით და უნდა დამეწყო სიტყვას ვერ პოულობ. ნამდვილად რისი თემაც გულით და სულით მინდა აი ამ ყველაფრის შემხედვარი ერთი და შემდეგ გაგრძელებული იმ ადამიანების კომენტარების შეფასებისას, უბრალოდ ეს ატმოსფერო და პირდაპირ ეთერი არ მაძლევს. გულს მოდო გითხრათ ამის შესაძლებლობას. რისი თქმაც მინდა და რასაც იმსახურებენ. თუ კი ვინმეს დღეს ჯერ კიდევ თელ სოფლიოში საქართველოსი დაწყებული არ ვიცი ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთი თუ მართველით თუ ხელისუფლების წარმომადგენლით გაგრძელებული ვერ გაურკვევია რა ხდება უკრაინაში ხო ეს არის უკიდეგანო ნაძილობა უბრალოდ არარსებული ადამიანობა არის როდესაც იცი რა ხდება გჯერა რომ იქ მიდის ეთნიკური წმენდა, გენოციდი და აკეთებს სხვა კომენტარს. იმიტომ რომ შენი პოლიტიკური რაღაცა პოზიციები არ დასუსტეს. აი კალაძე და ოხანაშვილი რასაც საუბრობენ, ეს ადამიანები ჩემთვის მაპატი არიან უკბილო ნაძირლები არიან, აბსოლუტურად უკიდეგანო სისასტიკი არის. აუცილებლად არ არის რომ მოკლა ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით ან ცივი იარაღით, ხო? ანუ რისი არ ჯერა კალაძეს, აი რისი არ ჯერა, არც ერთი მათი სიტყვის არ ჯერა უკრაინაშიო, აი ესე მიაძახა. არც ერთი თქვენი სიტყვის არ ჯერა უკრაინაშიო. რისი არ ჯერა კალაძე, მართლა რისი არ ჯერა იმისი რომ 1500-მდე ეს ფუთოსანი რაკეტებია შვიდობიან მოსახლეობაზე დაცემული ამ ერთი თვის განმავლობაში. იმისი არ ჯერა კალაძე, იმისი არ ჯერა რომ მარიუპოლში დღესაც შვილები მე შვილი ვარ და შენ შვილი ხარ და დედმამის შვილი ხარ და არ ვიცი ოკუპირებული ქვეყნის შვილი ხარ ბოლო კაცო მე შენს და ყველა ვინც ახლა გვისმეს და იცი რომ ეს ადამიანები აწამეს გააუპატიურეს პოლონელი ჩვენი არ ვიცი მეგობრები საუბრობენ 40 ბავშვიაო გააუპატიურებულიო რომელიც გამოიყვანეს და ამისი არ გჯერა ანუ უკრაინელების არც ერთი სიტყვის არ ჯერაო კალაძე ნაძირალა მაპატიეთ ამას რომ ამბობს არ ჯერა რიგითი მოქალაქის უკრაინის სახელმწიფოსი უკრაინელების დღეს იქ ზღვარი ხელისუფლებასა და ხალხს შორის აშლილია მადდა სასახელოდ და მადდა საამბაკოდ და იმისი არ ჯერა რომ ნაწლავები ცოცხალი ადამიანებისგან ამოაქვთ და თვალები დათხარეს და ტყიდურები მოაჭრეს და კბილები დააძრეს ბავშვებს აი ამისი არავისი არ მჯერა უკრაინაშიო ამბობს კალაძე იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა კორპუსები ააშენოს თბილისში აი ეს мотивация აქვს მეტი არაფერი რომ შეკემ შევინარჩუნო ის კომენტარს აკეთებდა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის განცხადებას რა მნიშვნელობა რა აკეთებდა კომენტარს გიორგი ნუ გამაგიჟე რა ამ განცხადების შინაარსის მიმართ გამოხატა ხო ეს კრებსიტის სახელია კაცო უბრალოდ ეხა ბევრისთვის წინააღმდეგობრივი რეპუტაციის მატარებელია ხო ეს ბატონი ეხა კალაძეს ვიზებს საუბრობდით სადარაპიროდი ამ ადამიანით ეხა საუბრის დაწყებას მაგრამ არადა სინამდვილეში ეგეთია როგორიც არის სხვა შემთხვევაში თამაშობს აი ესეთი არა ადამიანია რომელსაც შეუძლია თქვას რომ უკრაინაში რაც ხდება არ მჯერაო არ მჯერაო ამ ყველაფრისო და ის ოხანაშვილი ადამიანი ხა ჩააცვით ტყავის პლაშში დააჭირეთ დააკავეთ ხელში მაუზერი და არის ხატება დამხოტი ჩეკისტის ჩემში ამ ასოციაციას იწვევს არ არსებობს გიორგი ძირფასო მაყურებლებო არ არსებობს კაპიტულაციის ის ხარისხი რასაც ეს ხალხი ხელს არ მოაწევს არ არსებობს ის ღალატი რასაც ეს ხალხი არ ჩაიგებს არ არსებობს დანაშაული რომელსაც ეს ადამიანები არ გაამართლებენ ან რისი არ გჯერა კალაძე იმისი არ ჯერა ხო ადამიანს რასაც ზელენსკი გუში ბუჩაში საუბრობდა რომ რაც აქ მოხდაო არ არსებობს ბუნებაში არ არსებობს იმ ტიპის დანაშაული რომელიც აქ დაინიშნა ეს არის თუ კითხვა დამისვით ჩემი რას ფიქრობ ბუნებრივი ვეცადე მაქსიმალურად ემოცია ჩემი არა მთელი ნორმალური
საზოგადოების ამ ქვეყნის და მთელი დემოკრატიული სხვადასხვა სახელმწიფოების ხალხი. ხალხი. ემოცია ერთი წამით ვცადოთ რომ გვერდზე გადავდოთ და დავაზუსტოთ კალაძის ეს კომენტარი კონკრეტულად უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის გაფრთხილებას უკრაინის მთავრობის მხრიდან ვიცე-პრემიერმა, პოლიტიკურმა ფიგურამ ისაუბრა ჩვენთან, რომელიც ეყრდნობოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებს, რომ საქართველოს შესაძლოა გახდეს არხი შესაძლებლობა რუსეთისთვის მეორად დანიშნულების სამხედრო დანიშნულების, ასე ვთქვათ, ამ კითხვაზე პასუხს გავცემ, ვიბატონო. ამასთან მიმართებაში გამოიხატა ეს. თქვენ გაქვთ თუ არა იმის საფუძველი და რწმენა, რომ საქართველოს მთავრობა დღეს შეიძლება იძლეოდეს რაიმე ტიპის გარანტიებს, რომელიც დამაჯერებელი იქნება მარტო თქვენთვის კი არა, დანარჩენებისთვის, რომ მსგავსი რამ აქ საპირისპირო რატომ უნდა ვიფიქროთ? ანუ რა გვაძლევს საფუძველს, რომ საპირისპირო დავიჯეროთ? მით უმეტეს ამ ქვეყნის ფორმალური თუ არაფორმალური მართველი არის ადამიანი, რომელიც მდიდრდებოდა და მდიდრდებოდა სწორედაც რომ აი სანქციებისთვის გვერდის ავლით. ანგოლა გეიცი მხედველობაში მისთვის ახალი არ არის. აბა ეხა რაღაცა ნაწარმოები არ დაუწერია და წიგნი არ გამოუცემია და მე ბესტსელერად არ ქცეულა. ეს შემოქმედება და ასე არ გამდიდრებულა. ხო ეს ადამიანი მე ხო არ მოვიგონე. არა ეს ყველაფერი მისთვის აპრობირებულია. ყველაფერს თავი დაანებო. ამიტომ რა გვაძლევს საფუძველს მე მოქალაქე ნიკა მელიამ დავუჯერო კახა კალაძეს და ოხანაშვილს, რომელიც მზად არის ყველა ბრალდება შეუტრიალოს გმირულად მეუმა ერს აქ ხელისუფლება აღარაფერი შუაში არ არის. ზელენსკი ეხლა უბრალოდ არის ხალხის გმირი უკრაინელების მიერ აღიარებული მათი ლიდერი. ისიც მეომარია და ესეც მეომარია, ხო? და ქვეყანაში სადაც არავინ არაფრის აინუნში არ არის, სადაც ინფილტრაცია სამართალდამცავ ორგანოებში გიორგი იმ ხარისხის არის არც დაგვესიზმრება უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს სულფრდოფრომ ზარდი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს რომ სურდეს ვინ გააგებიებს ეხა კალაძეს და კობახიძეს და კიდევ სხვებს იგი რა ხდება და ვინ საზღვას როგორ კვეთავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ხო შეუძლებელია ხო თავიდან ბოლომდე არ არის ეს ბრალდება ეს არის ფაქტის კონსტატირება ეს არის ფაქტის კონსტატაცია. თავიდან ბოლომდე ყველა მნიშვნელოვანი პროცესი კონტროლდება ძირგამოთხელი სახელმწიფო სპეციალსახურების მიერ. ეს ერთი შეიძლება მეორე ჯერეთი ზომს დავიჯერო რა დავიჯერო და რა მიმტკიცებს საპირისპიროს და არ ყოფილა შუაგული თბილისიდან ადამიანის ისე გატაცება მუხტალიმ მხედველობაში რომელსაც საღვარი გადააკვეთიეს და მე უთქვამთ რომ არ ვიცოდით ვიგ მოიტაცავ ანუ კობახიძე ამ აპლომბით და კალაძე საუბრის უფლებას რატომ აძლევს ანუ ვინ დაიჯერებს ამ ყველაფერს და უკრაინის სადაზვერო ინფორმაცია თქვენ და მე შეიძლება ამ წუთის მდგომარეობით ხელში აგვიჭირავს ჩვენ ნიშნულოვანი მტკიცებულება რომ 100% დაავადასრულოთ ეს არის სიმართლე მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ეჭვი არ მეპარება და აი ახსნი რატომ იმიტომ რომ უკრაინის სადაზვერო სააგენტო არ არის ამ საქმეში მარტო ყველა მნიშვნელოვანი ევროპული თუ ამერიკული სადაზვერო ორგანიზაციები და სპეციალსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის ერთი არის 16-ამდე თუ 17-ამდე ხო აწვდიან სხვადასხვა ტიპის სადაზვერო ინფორმაციებს და თუკი დღეს უკრაინა დგას ასე გმირულად მათ შორის სადაზვერო ინფორმაციის წყალობით და მათ შორის კოსმოსური დაზვერვის დახმარებით, ხახნო, კოსმოსური დაზვერვის დახმარებით, რომელსაც უწევს ამერიკელი და ამას არც მალავს და თუკი ვინმეს სჯერა კალაძეს ქვეწარმავლურად აი ეს ეშმაკურად რო ცდილობს, რომ ვითომ ხალხს შეაჩეჩოს ისე ტყვილი, რომელიც არის შეურაცხყოფელი თელი ერისთვის არის მე შეურაცხყოფელი როგორც აი ამ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი ხო დარწმუნებული კონსულტაციები გავლილი აქვს უკრაინის შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ამის შემდეგ არის გაკეთებული ეს განცხადება უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ გააკეთებდა უბრალოდ ამ განცხადებას ამ ყველაფერსაც აურო დავანებოთ აბსურდულობა გიორგი ტრაგედია რაში მდგომარეობს იცით ეს მათი ფრთხილი
პოლიტიკის თეორია შეიძლება ერთი წამით გავიგო და დავიჯერო და გასაგებია, როდესაც შენს ოკუპირებული ხარ და როდესაც შენს ყავს აქ ის მტერი ყურის ძირში, რომელსაც არ ზინავს, რა თქმა უნდა, ფრთხილი ნაბიჯები გადასადგმელი არის, ხო? მაგრამ წესი და რიგით აი ამ სცენარშიც პირიქითაც უნდა ყოფილიყო ვითარება. შეიძლება ვფრთხილობდე მე როგორც ხელისუფალი, ვფრთხილდებოდე ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ვეხმარებოდე უკრაინელს იარაღით. და რუსი ყვიროდეს რეზიდენტურის სახით აქ თბილისში შემოსული და საქართველოში რომ უკრაინას ატო აწვდი იარაღს. ხო წამოვიდეთ, პირიქით ხდება ყველაფერს და ყველაზე კარგ სცენარშიც კი დამპლები არიან, გესმით? ჩვენი მეგობრები, ხახნო, ჩვენი მეგობრები, ახლა ვიდრე არც დენი აქვთ, არც საკვები აქვთ, ხო? არც პატრონი ყავთ, სარდაფიდან ვერ ამოდიან, თქვენ ნახევარი და ეს გაზულუქებული ადამიანები, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალი საერთოდ რა არის, არიციან, აი ესე აღმოჩნდნენ მართვის სადავეებთან, დაცინიან იმ ხალხს, რომელთა ადგილზე თავი ვერ წარმოუდგენია, იცით? მაგრამ იმიტომ არის ეს ნაძილობის პერსონიფიკაცია, რასაც ასახიერებს კალაძე, რომ მას სჯერა, რასაც ლაპარაკობს, ეს არის ტყვილი, მაგრამ message box-ს რა უყოს და აი ამაზე ბიდის და ამას კადრულობს. იგა ძალიან მწარე და მძიმე სიტყვებით შეამკეთ, ეხლა თქვენი პოლიტიკური ოპონენტები სიმართლე გითხრათ, არც ისინი გაკლებენ. არა, მომიშვენთ ეხლა გაკლებენ, კითხვა უნდა დავსვა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი წუთი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ ეხლა მარიუპოლში, მაპატეთ, მარიუპოლში ხართ, ბევრი არიან ადამიანები. ადამიანები, ბევრი არიან, ათასობით ადამიანები, ვინც დაასახიჩრეს და აწამეს და მოკლეს უკვე. მოკლეს. და კრემატორიის, ასე თქვათ, ისახავთ რა, მობილური მანქანები შეყვანილი ახლა მარიუპოლში. და დანაშაულის, ომის დანაშაულის კვალიცაშაული, ხო იცით? და კაცმა არ იცის, რამდენს დაწვამენ და რამდენ ადამიანს ფეფლად აქცევენ. მაგრამ არსებობენ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები, თქვენსავით ცოცხალი, თქვენი ასაკი და ჩემი ასაკის და ჩვენი მშობლები და ჩვენი შვილების იქ. მარტო ხო შეიძლება თქვენ ბეწყოფილიყავი იქ, რა ვიღა, არ შეიძლება და საქართველოს ლიგა მოხდარიყო, ეხლა ჭონქაძის 12 ნომრის, არ ვიცი, იმაში ბომბების თავშესაფარში მყოლოდ და მეც ოჯახი ეხლა ისე როგორც ათასობით უკრაინას აქვს და ვიღაცა რომელიღაცა სხვა ქვეყნის დედაქალაქის მერი გამოსულიყო და ეს განცხადება გაეკეთებია. და მე ეთიკაზე ვიფიქრო, მაქსიმალურად თავი შევიკავე. მე მგონი ბევრად მეცინს ყველაფერთან ერთად ნიკა, ეხლა მომისმინეთ. მაგრამ არგუმენტირებული, როდესაც თავი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და მე რა ემოცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მდგენელი არის, მათ შორის თქვენს მოქმედებაშიც და გადაწყვეტილებებშიც, მაგრამ თუნდაც ამ განწყობიდან და მე ვიტყოდი საკმაოდ რადიკალური შეფასებებიდან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეხლა ჩამოღჩობილის ოჯახში ფოგზე არ საუბრობენ და როდესაც მთელი მსოფლიო, განადან დაწყებული მოლდოვით დამთავრებული საუბრობს იმ ქალაქზე, სადაც გვამები დაყარეს. და ეს ადამიანი გამოდის რუსთაველის პარლამენტის შენობაში დგება ჟურნალისტებთან და ცინიკურად მოიხსენიებს გვამებს და ხა ვაპატიეთ მესმის რასაც გულისხმობთ. მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი არის. ეხლა გეტყვით კითხვას დავსვავ და მიხვდები რასაც გულისხმობ. და თეთრი. აი თუ შავია და თეთრი. დაცრის ფერი, აქ აღარაფერი აღარ არის. ამაში გეთახა. ან გახარ კალაძესთან და უხანაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან ზოგადად. ან გახარ შენი ემოციებით, შენი არ ვიცი. იგა ჩემი შემდეგი კითხვა ზუსტად ამას უკავშირდება. სად დგახარ? ეს მეორე მხარე რა არის? რამდენიმე კითხვას გავაერთიანებ ეხლა. დაწყებული რომ მოლოდინი არსებობდა თქვენი პოზიციების პროაქტიურად გამოხატვასთან დაკავშირებით ბოლო ხანებში მე შეიძლება გამოვიჩინო, მაგრამ არ ჩანდით თავად ნაციონალური მოძრაობის აქტივობის ხარისხმაც გარკვეულწილად იკლო, გულისხმობ აქციები იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ, თუმცა დღეს ვნახეთ სოლიდარობის აქცია, რომელიც საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა, სწორედ ნაცმოძრაობის ორგანიზები და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს რაც შეეხება, აი ამ ძალიან მკაცრი შეფასებების კვალდაკვალ, რომელსაც თქვენს და თქვენი კოლეგებიც ისეთი რამე მაყურები და მაცმენიეთ ეხა როგორი შეიძლება იყოს და უნდა იყოს პოლიტიკური ნაბიჯები, იმიტომ რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის აქტიური კოლაბორაცია რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური საფრთხეების წინაშე დგას საქართველოც და ამავე დროს თქვენ ხელისუფლება გიწოდებთ ომის პარტიას თან ისე, რომ თქვენი მხრიდან რაიმე ტიპის
აქტიური ქმედებები, რომელიც თუნდაც საპარლამენტო კულუარებს გამოცდებოდა ჯერჯერობით არავის კი ბატონო, პირველ რიგში გითხარით, სად ხართ, სად იყავით და რას აპირებთ, მე პირადად უკანასკნელ 2 კვირის განმავლობაში საჯაროდ არ ჩანდი და ეს იყო ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება და გეტყვით რატომ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მუშაობდი მიმართულებით, რაც მომდენო თვეებში ჩვენ როგორც თავმოყარე საზოგადოებას გამოგვადგა, მე ასე მეჯერა. მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ ამ პერიოდში მაღალი ტემპებით მიმდინარეობს სამოქალაქო პოზიციების გაანალიზება, გადაჯგუფება ხდება საზოგადოებაში ცივი გონებით საკითხებისადმი დამოკიდებულებას აქვს ადგილი და მივიჩნიე, რომ ამ უნიშნელოვანეს პერიოდში, როდესაც გადაჭარბების გარეშე მნიშვნელოვანი ისტორიული დიახაც მომდენო თვენახევარი 2 თვე გველოდება და იმედი მაქვს, რომ იქნება წარმატებული იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანა ბოლომდე არ ჩაეშვება რუსეთის მორებში, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, როგორც მე ოპოზიციონერს და ჩემს ბევრ კოლეგას ოპოზიციიდან, ვისანაც ჰქონდა კომუნიკაცია, რომ საზოგადოებისთვის გარკვეული პერიოდი დავხსნი, რატომ ხელი არ შეგვეშალა იმ საზოგადოებაში, რომელიც პოლარიზებული იყო, იმ საზოგადოებაში, რომელსაც დრო დაჭირდა იმის გასაანალიზება, თუ რა ხდება უკრაინაში. და პირველ დღეებში ჩემი მხრიდან, ჩემი კოლეგების მხრიდან მაღალი ხარისხით აქტივობა არ მინდოდა ვინმეს ჩაითვალა, თუნდაც აქციების მიმართულებით, თუნდაც სხვადასხვა აქტიობები, რომ ეს ადამიანი, ეს ადამიანთა წრე, იცით, იგივეს აკეთებს. იცით, როგორც კი შენ იწყებდი აქტიურობას, პოლიტიკური ნიშნით აქტიურობის, ასე ვთქვათ, იალის გაწებდნენ. არა და სხვაგვარი ვითარება არის. თქვენ ხშირად ჟურნალისტებსაც ბოლო დღეებში გიხსენებიათ ჭეშმარიტების მომენტი. დიახაც, ჭეშმარიტების მომენტი დგას ახლა, სადაც აი რამდენიმე ფერი ვახსენე, ხო? შავი და თეთრი და შუისთვის პოზიცია აღარ დარჩა. არ არსებობს. არ არსებობს აქ ბევრს უყვარს შუაშისტი, მორჩა გათავდა, არ არსებობს. და დიახაც, მე მინდოდა, რომ ამ პროცესში ყოფილიყავი აი რამდენიმე დღე შედარებით პასიური საჯარო ცხოვრებაში, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებთან ძალიან აქტიურად არ მუშაობდი, ვის გარეშეც უბრალოდ წარმატება და ცვლილებები ვერ წარმომიდგენია და არ წარმომიდგენია და რომც იყო შესაძლებლობა რადგინდა ახალგაზრდების გარეშე და ახალი თაობის გარეშე ცვლილება და ასეთ დროს, როდესაც ამის მჯერა, მე ვფიქრობ, ეს არ არის პასიურობა, ეს არის სწორედ პასუხისგებლობაა და მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც საკუთარ ტყავზე განვიცადე, რას ნიშნავს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არა სათანადო კომუნიკაცია და აზრის მომწიფებლობა. 20 ივნის, როდესაც როგორც ახლა მჯერა, რომ შემთხვევით არ აღმოჩნდა და ბევრს გვჯეროდა მაშინ გავრილოვის სავარძეში სამწუხაროდ ბევრ მაშინ ქართული ოცნების მოწინააღმდეგესაც ასე არ ჯეროდა და მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და ერთ-ერთი მთავარი მტერი ნაცვლად გავრილოვისა. პირდაპირ გეუბნებით, მე ეს ჩემი გამოცდილებით განვიცა და არ მინდა ხვალდაზექ იგივე ეგრეთ წოდებული მორალური პოლიცია ოპოზიციური წიაღიდან აღმოცენდეს, რომ როგორ გეკადრებათ, არ შეიძლება, არ გააქშიო ბუზი, მე რა რომ რუსი გიტევს. არა, აქ უკან დასახები გიორგი არაფერი არ არის. არ არის. მე როგორც გავიგე თქვენ ელოდით საზოგადოებაში ტემპერატურა. დიახ, მე ვხედავ და მიხარია, მე არა, მე მიხარია, რომ პოზიციები შეხედულებები, ემოციები ფორმირდა სწორად ბევრ ადამიანში, რომელსაც ეს არ ქონდა, იმიტომ რომ ერთ წარმოგვედგინა, ბევრს მოხდებოდა უკრაინაში ის, რაც ხდება, ხო? აგე ქართული ოცნება დღემდე იმას ცდილობს, რომ საზოგადოების ნაწილი დააწმუნოს და დააჩეროს, რომ ეს ასე არ ხდება, ხო? და რა გასაკვირია, რომ ერთი თვის წინ ბევრს ჯეროდა ჩემს გარშემოც. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ ისტორიული გამოწვევების წინაშე და ყველაზე პირველ რიგში ქართული ოცნება თუ კი რამეს ღალატობს, თუ კი რამეს მტრობს, თუ კი რამეს ეწინააღმდეგება, ეს არის
ქართული წინააღმდეგობის 250 წლიან ისტორიას. ქართული წინააღმდეგობის 250 წლიან ისტორიას პირველ რიგში ეწინააღმდეგება და ღალატობს. აი 250 წლის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, ხო? ისინი გვესხმიან და გვიპყრობენ და გხოცავენ და არ ვიცი რას არ გვიშვებიან, არა? და აი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა დამოუკიდებელმა ღირსების მქონე მმართველმა იბრძოლა რაც შეეძლო. ეს არის პირველი მთავრობა, რომელიც უბრძოლველად აბარებს მტერს ჩვენს ქვეყანას. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის რომ ეს ასე არ გამოყარეობის კეთილდღეობის რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ ეს ასე არ აი ამ ცელი ქართული ტრადიციიდან ამოაგდო მთელი ქვეყანა. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ თქვენთან ერთად ერთი წამი დოღოდ ამ კითხოს კიდევ ერთ დეტალს დავამატებ. მიხეილ სააკაშვილი კვლავ საპატიმროშია, კვლავ ციხეშია. თავად ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინაციის დეფიციტი აშკარად შეიმჩნევა და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო რუსთავის არჩევნები და ბათუმის არჩევნებიც, იმიტომ რომ რთული წარმოსადგენია იმ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციას ამ ორივე ოლქში არჩევნები ლამის 60%-ით მოგებული ქონდა, აი ესე გადადა ეს არჩევნები, ერთგან მარცხი დადგა და მეორეგან უბრალოდ კანდიდატიც კი არ იყო, იმიტომ რომ ბატონმა ბადრიმ გადაწყვიტა ჯერ დაეყენებინა, მერე მოიხსნა თავის კანდიდატურა. ჩემი შეხედულებით სერიოზული კოორდინაციის ნაკლებობა და სტრატეგიის არარსებობა. ძალიან მოკლედ, არა, ცალკე რომელიმე პარტიის დადანაშაულება ამაში არასწორი იქნებოდა, მაგრამ დავამთავრებ შეკითხვას. თავარ ოპოზიციურ პარტიას, როგორც თქვენ თავსაც უწოდეთ, ასე არის ზუსტად შედეგების გათვალისწინებითაც. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მის თავმჯდომარესაც და ეკისრება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებითაც. შეიძლება ასეთი კითხვებიც კი გამიგია მე ამ დღეებში თქვენთან მიმართებაში, თქვენ რატომ არ მიდიხართ, რატომ არ ხვდებით, არ შედიხართ მასთან, ალბათ კეთილგანწყობილი ადამიანებიც სვავენ ამ კითხვას იმისთვის, რომ გქონდეთ მოლოდინი, რომ თქვენ შორის მეტი კოორდინაციაც იქნება. მიხეილ სააკაშვილის როლი, მისი მომავალი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა, სტრატეგია უახლოეს მომავალში და დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობის აუცილებლობა. ბრძანეთ, ახლა უკვე გისმენთ. პირველ რიგში საუბარი, როდესაც გვიწევს ჩვენ ოპოზიციურ პარტიებზე, ამან დაგვავიწყდეს ეს ოპოზიციური პარტიები რისთვის გვჭირდება ჩვენ, ხო? რისთვის ჭირდება ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკური ორგანიზებული ჯგუფები? რისთვის ჭირდება? იმისთვის ჭირდება, რომ არჩევნებში წარვსდგეთ პროგრამებით, ჩვენი გეგმებით, დაპირებებით და ვიპაექროთ, ხო? ეს რეალობა წარსულ სამწუხაროდ დროებით ჩაბარდა. როდესაც ეს რეალობად კვლავ იქცევა, ჩვენ მომზადებულები აუცილებლად დავხვდებით. ნაწილი მაინც პარტიებისა. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა მოცემულობა, გიორგი. როდესაც ვიცით, აი ჯერ აი კანით კი არა ვგრძნობ, აი ხედავ, რომ ეს ასე არის, რომ ეს ხელისუფლება გადაიქცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს უკრაინისზე მოწინააღმდეგეთ. მე ხო ვიყავი ამ ხელისუფლებისთვის მტერი და არა ოპონენტი, მაგრამ დღეს ვხედავ, რომ ჩემი სტრატეგიული სახელმწიფოს ერის შვილების, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებასთან მაქვს ახლა საქმე. და აქ მარტო ოპოზიციური პარტიების და მისი ლიდერების ამარად პროცესი ვერ დარჩება. ისევე როგორც ჩვენს გარეშე ვერ მოხდება. ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ, მისი როლის გარეშე ვერ მოხდება. მისი ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. ყველა ადამიანის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. გასაგებია ვითვალისწინებთ ისტორიულად ასე იყო ყოველთვის, რომ ავანგარდში დგება საზოგადოების აქტიური ნაწილი წინ ყველას ვერ მოთხოვ შენ აქტიურობას საწყის ეტაპზე, მაგრამ როდესაც ხედავენ რომ შენ მართლაც თავდაუზოგავად იბრძვი, მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებისა გამოვხიზდება, ხო? მე მგონია რომ ოპოზიციურ პარტიებსაც დაჭირდა გარკვეული დრო, იმიტომ რომ უკრაინის მოვლენებამდე ბევრი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორი პარტიებიც და არაპარტნიორი პარტიებიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოტენციური პარტნიორები შეიძლება გამختارიყავით, ისინი საკუთარი პარტიული იდენტობის მშენებლობისთვის ემზადებოდნენ და მე ამას მივესალმებოდი, იმიტომ რომ მაშინ ვერ ხედავდი ვერანაირი ერთობის აუცილებლობას, იმიტომ ჩვენ ვერც კოალიციის შექმნის აუცილებლობას, იმიტომ არჩევნებზე არც გვიწევდა გასვლა, მაგრამ რეალობა იმდენად შეიცვალა, გადაწყობა კვლავ ეხლა გვიწევს. აღარაფრის უბაში არ არის პარტიების დასახელება.
სამოქალაქო ჯგუფებიდან დაწყებულია ცალკე აღებული აქტიური სამოქალაქო პირებით გაგრძელებული და პარტიის ხელმძღვანელებით დამთავრებული ყველანი ვართ ახლა ერთ ნავში. რა თქმა უნდა, მე როგორც თავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე სხვას, ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც ჩემთვის დამატებითი წუხილია და რა თქმა უნდა, ხა ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის, რომ 1000 გვარი მითქმა-მოთქმა გაავრცელოს და ეს ტირაჟირდეს. ეხლა სადმო შევიდე, ეხლა საერთოდ არ მაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ადამიანი მოვინახო თქვენად რატო არ შევდივარ, ხო? ეხლა ვიღაცას თუ გონია ასევე გუწ ძალიან ცდება, რომ შესაძლებელია დღის წესრიგში იყოს კონკრეტული თარიღი დაფიქსირებული, როდის დავიხსნით ტყვეობიდან მიხეილ სააკაშვილს. ასეთი კონკრეტული თარიღი ვერ იარსებებს. ასეთი კონკრეტული თარიღი რეალობად მაშინ იქცევა, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად აქტიურობის ხარისხს მოვუმატებთ. თუ კი ვინმეს ეჭვიეპარება იმაში, რომ მე ყველაფერს ვაკეთებდი ჩემს თანაგუნდელებთან პარტიასთან ერთად, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში უკვე კაგახნის წინათაც აღარ ყოფილიყო, ხო? ასეთ ადამიანებს მოსაზრებას მე პატივს ვცემ, დიდი პარტია ვართ, მეინსტრუმენტული პარტია ვართ, 500.000-ზე მეტი ამორჩეველი ყავს, სხვადასხვა კატეგორიის ამორჩეველი ყავს ამ პარტიას და ამის თქმის არ მერიდება და ვამაყობ ამით, რომ სხვადასხვა ტიპის კატეგორიის ამორჩეველი ყავს და ამით ვართ ძლიერები. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს აქ უდიდესი ცენტრალური როლი უჭირავს, მაგრამ პარტია რისი პარტიაა, სადაც ყველას აქვს მნიშვნელოვანი როლი. და ჩემ მდგომარეობაში მე თქვენ არ გისურვებდით ყოფილას, რა თქმა უნდა, როდესაც პარტიის დაფუძნებელი ერთი მხრივ არის ახლა ტყვეობაში, მეორე მხრივ პარტია არის განსავითარებელი, პარტია არის ხვარელსებზე გადასაყვანი, მესამე მხრივ არის ჩემი მხრიდან წვლილის შეტანა აუცილებელი ოპოზიციურ ერთობაში. მეოთხე მხრივ თუ პირველ რიგში რა თქმა უნდა უკრაინის მოვლენები არის გასათვალისწინებელი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოვიდეს სისტემაში და ჩვენი მთავარი სიტყვა და რეჟიმისთვის მომაკვდინებელი 7 არაძალადობრივი კი ბატონო პროტესტი დაარქვით რას გინდათ აუცილებლად უნდა ვთქვათ. თავისთავად აქცია ვერ იქნება გეგმა და სტრატეგია გიორგი არ იქნება ეს არის ესეთ რა არის დამოკიდებულება შეგვიძლია ჩავთვალოთ ხედვებში დაკვირვების ეტაპიდან გამოხვედით ამ ეტაპზე უკვე იწყებ რაიმე ტიპის დაკვირვების ეტაპზე კი არ გამოვედი მე ან თქვენ იცით მე ყოველ შემთხვევაში ჩემს მეგობრებთან ერთად რა ხარისხის აქტიურობა შემიძლია და ხო მე მინდა დავწმუნდე რომ ყველა ის ადამიანი ვისაც მართლა მიაჩნია რომ ეს ხელისუფლება არ არის სუვერენული ხელისუფლება და ეს ხელისუფლება არასოდეს ამ ქვეყანაში არჩევნებს არ ჩაატარებს სამართლიანად ჩვენ ვართ ჩვენს პოზიციაში მტკიცენი და ერთმანეთს ჯოგს ბორბლებში არ შეუდებთ იმიტომ რომ დიდი გამარჯვებები, დიდი ძალისხმევების და თავდადების გარეშე არ მოსულა. მე საკუთარ მიმიხვდებით ისეთ ფაზით, საკუთარ თავზე ნებისმიერ სტრატეგიაში ჭირდება თანმიმდევრობა, ბოლო კითხვას გისმენთ. კარგად ძალიან გაგვეცდა. ორგანიზებულობა ჭირდება მიზანი სტრატეგია. ნება არის მნიშვნელოვანი. ნება თუ არა გიორგი. თქვენ მიგაჩნიათ რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ შეიცვლება თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს ქვეყანაში მოქმედი ორგანოები ლეგიტიმაციის სერიოზულ დეფიციტს განიცდიან, თუ თქვენ საჭიროდ ართულით მაგალითისათვის რომ რუსთავში ან სადმე სხვაგან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ, იმიტომ რომ ხედავთ რომ იქ ისეთი მექანიზმები გამოიყენება, რომ ამის გადალახვა შეუძლებელია დემოკრატიული მეთოდებით, მაშინ თანმიმდევრულობა უნდა გამოიხატებოდეს სისტემის მიმართ დამოკიდებულებაში. მაგალითად პარლამენტში თქვენი წარმომადგენლობისა და მთლიანად ოპოზიციის ყოფნა, თვითმმართველობის ორგანოებში მათი ყოფნა, ან იქ ყოფნა, მაგრამ იმ საერთო სტრატეგიის ნაწილად ქცევა, რომელიც საბოლოო ჯამში ითვალისწინებს არსებული რეალობის ცვლილებას, ხელისუფლების ცვლილებას მშვიდობიან მეთოდებით. აი, ამ სტრატეგიაზე საუბარს, ჩამოყალიბებას, საერთო გეგმის შედგენას, როდის აპირებთ? ჩვენ ამაზე როგორ აპირებთ? ამასაც დაკავშირებით, ეხლა შიგნით პარტიაში აქტიური მუშაობა გვაქვს უკვე, რა თქმა უნდა, არა თუ დაწყებული, არამედ კარგად განვითარებული, ჩვენს პარტნიორ
პოლიტიკურ პარტიებთან და არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთანაც გექნება კონსულტაცია და მე მგონი აქ სალაპარაკო ბევრი აღარაფერი აღარ არის. ეხლა თავისთავად აქცია, დემონსტრაცია, ხო, რაღაცა დემარში, სტრატეგია ვერ იქნება და ვერც გეგმა. ეს აუცილებლად იქნება ერთის მეორეს და მესამეც ამ დიდი სტრატეგიის ნაწილი. კომპონენტი არ არის აუცილებელი და ამას უნდა მივეჭვიოთ, რომ 2 და 3 დღეში და 4 დღეში წარმოებული, ასე ვთქვათ, ქუჩის პროტესტით შენ ვერ ცვლი ხელისუფლებას, ხო? შეიძლება შეცვალო, მაგრამ შეიძლება ვერ შეცვალო. არა ეს მოლოდინი არც არავის. არა ეს მოლოდინი ბევრს ქონდა, დღემდე გქონიათ, რომ რო არ დაგვეშალა ჩვენ მაგალითად მრავალწახნაგობანია, მათ შორის მაგალითად საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? მაგალითად მე ველოდი და ახლაც ველი, რომ თქვენ როგორც პარტიის თავმჯდომარე უფრო მეტად იაქტიურებთ საერთაშორისო ასპარეზზე, დელეგაციებს ჩაუდგებით სათავეში, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად უფრო მეტად ეცდებით, მათ შორის თუნდაც კიევსა და უკრაინაში თქვენი საქმე მიიტანოთ და აპირებთ თუ არა მიმართულებით აქტიურობასაც. ანუ თქვენ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები ხელისუფლებასთან, ამის ალტერნატივის ჩვენება საჭიროა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ყველაფერი უნდა იყოს სისტემაში. ამას სჭირდება სტრატეგია, ენერგია, ენთუზიაზმი, შემართება, მეტი ორგანიზება. მეთანხმებით თუ არა? მეთანხმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რატო ჩვენ არ დაგვაუწყდეს ზოგჯერ გვაუწყდება, მე მგონი რომ მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია არის ერთი ვიწრო ჯგუფის ხელში, ხომ? და ბევრი რამ ისე მარტივად არ არის, როგორც მავანს აქვს დანახული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თქვენ ჩამოთვალეთ ნაწილი მათგანი იგეგმება და დაინახავს საზოგადოება, არ შეიძლება მხოლოდ ერთი გეგმის ამარად ყოფნა. მე ამაზე ვსაუბრობდი. რატო ცოდავს ეს ხელისუფლება? არ არის აუცილებელი იარაღით ხელში იომოს კალაძემ უკრაინაში, მაგრამ როდესაც შენი პარტნიორი, სახელმწიფო წარმომადგენლები, ერი მთელი უკრაინის იბრძვის, ანუ სამხედრო ფრონტი აქვს გაშლილი, შენ მის მოკავშირეს თუ მე მართა მოკავშირე ხარ, ხო? რა გევალება? დიპლომატიურ ფრონტზე გააჩაღო ბრძოლა და პოლიტიკურ ფრონტზე გააჩაღო ბრძოლა. დიახ, ჩვენ მთელი რიგი ვიზიტები გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის თურქეთში, თქვენ წარმოიდგინეთ. და რატო თურქეთში? ეხლა ის რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა გიორგი თურქეთში, ხო? ნამდვილად იყო ბევრისთვის სენსაციური, როდესაც თურქეთმა მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც მორიგი მოლაპარაკების რაუნდი გაიმართა სტამბულში დასვა რუსეთი და უკრაინა. ანუ აგრესორი და იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც თავს იცავენ. დასვა ძალიან სიმბოლური სასახლეში მიუჯდა თვითონ ეს იყო ტრიუმფი პირადად ერდოღანისაც. მიუჯდა არა როგორც უბრალოდ მასპინძელი, არამედ ადამიანი და სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელიც აღიარა რუსეთმა, მოუწია რუსეთს ეღიარებია თურქეთი როგორც სტრატეგიული მესმის თქვენს ვიზიტ ზამკუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთან კავშირშია და იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამასაც რო არაკეთებს. ეღიარებია გეოპოლიტიკური, სტრატეგიული გეოპოლიტიკური ძლიერ მოთამაშეთ. და ეს ასე იქნა. პოსტსაბჭოურ სივრცეზე მან დააფიქსირა თავისი ბზარდი გავლენა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, თურქეთი რომელიც ძლიერი ნატო წევრი ქვეყანა არის ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფო, ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფოა, საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოა. და საკუთარ ქვეყანაში პუტინის წარმომადგენლებს სვამს ჩვენს მოკავშირე უკრაინელებთან მედიატორად ერთვება იმ უკრაინელებთან, რომელთაც იარაღს აწვის რუსი აგრესორები უკრაინელებმა სამართლიანად დაჰყოცონ, ხო? და აი ესეთ ძლიერ მოთამაშედ ჩამოყალიბებული თურქეთის სახელმწიფო აბსოლუტურად არის წაყურებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. არც რა ნაბიჯები იდგება დიპლომატიური ან პოლიტიკური მიმართულებით. რაიმე ნაბიჯები იდგება, რომელიც შეიძლება გრძელოდიაში და აუცილებლად თურქეთი გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ხელშეუხებლობის და დამოუკიდებლობის გარანტი. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ჩუმი არ არის. არაფერს არ აკეთებენ. ესეც დამატებითი თქვენ ლაკმუსის ქაღალდი სატესტოთ იმისა, რომ ეს ხელისუფლება არ არის სუვერენული, არ არის ვერაფერს, ეს ხელისუფლება იმდენად არის სისტემურად უკვე ეროზია მოდებული, მე და თქვენ ორნი რო ახლა შეუერთდეთ, აი ასეთი ხედვებით, როგორი ხედვებიც გვაქვს და აი ოპერატორების ძვირფასე თანამშრომლებით შენ წავიყვანოთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ქართულ ოცნებაში ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. იმიტომ რომ ის დანაშაულებრივი სახელმწიფო დანაშაულებრივი სისტემა აწყობილია და იზოლირებული აქვს საკუთარი თავი.
მე ვარსაბურებ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, გიორგი. თურქეთი როგორც სახელმწიფო. ეს არის ერთი ნათელი მაგალითი. ამიტომ არ არის დრო ხელების ჩამოშვების, მესმის, ისიც მესმის და გავიაზროთ უნდა და გავითვალისწინოთ, რომ როდესაც რეჟიმს ებრძვი, შენ ისიც უნდა იცოდე, რომ რეჟიმი გებრძვის ძალიან მიუღებელი მეთოდებითაც, ხო? მიხეილ სააკაშვილის დღეს იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, არის ისტორიული უსამართლობა და ყველა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჩემი დაწყებული, ჩემი დამთავრებული, როგორც გინდათ, ხო? ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი გათავისუფლება მოხდეს ღირსეულად. ღირსეული გათავისუფლება მოხდეს მისი ტყვეობიდან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, გიორგი, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ გამოწვევებზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ, ხმაშეწყობილი ვიყოთ, ხო? პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, იმიტომ რომ ჩვენს მომავალს ეხება 250 წელი ამ ბრძოლაში ვართ, არა? მე არ მიკვრის ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბატონი კობახიძესა და კალაძის, რასაც აკეთებენ. მე არ მიკვრის მათი, ასე თქვა, გამართლების არგუმენტები, რომ კონტრაბანდა აქ არ არსებობს. მაგრამ მე ნამდვილად მიკვრის იმ ადამიანების, რომელსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, ეთერ დადიან და საუბრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შავი ხვრელი აღარ დარჩესო და ყველანაირი კონტრაბანდული გადაზიდვები გამორიცხულიაო. და ეს ადამიანი დეპუტატია. ეს ადამიანი თავს ოპოზიციონერად თვლის. თქვენი წინამორბედიც იყო პარტიაში თუ ბატონ გრიგოლს გულისხმობთ. ბატონ გრიგოლ ვაშაძეს. ხა პატივს ვცემ კიდევ წარსულს, მაგრამ აპატიეთ. სიმართლე არ თქმულა. ბევრ მათ შორის ოპოზიციურ არხზე ამ ადამიანთა და ყავა მეგამეკეთები ის განცხადებები რაც მან გააკეთა ერთი კვირა რეცხა შლანგით ქართული ოცნება. მე არ მომისმენია არც ერთი უბრალოდ სიუჟეტიც კი ამასთან დაკავშირებით. ზელენსკი რატო დგას ასე მაგრად და მდგრადად ფეხზე? იმიტომ რომ მან თავისი ადგილი მიუჩინა სანამ პუტინი იერიშზე წავიდოდა. ბევრ მოღალატეს და ბევრ ორსკამზე ჯდომ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პირველ რიგში პირადად აღმოჩნდებოდა ალყაში. მე არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, თუ ჩვენ გულისხმობთ მართლა, რომ საფრთხე არის ხელშესახებად რეალური და სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ, დამოუკიდებლობას ვკარგავთ, მიტაცებული სახელმწიფო უნდა გამოვტაცოთ, როგორ რანაირად სად არის ოპოზიცია, რა შევა სამოქალაქო ჯგუფები აშენაზე შანდეშედა. ჰასტუგ მოჭერილი ოპოზიციონერების წყალში გამოწყებილები რო დადიან პარლამენტია დაწყებული ოპოზიციად განწყობილ ტელევიზიებში და ერთი და იგივე ვორდიგით რო საუბრობენ, რასაც კობახიძე და კალაძე ახმოვანებს. არც ერთი ოპოზიციად განწყობილი ძირითადი მოთამაშე იქნება ეს ტელევიზიის დირექტორი, ჟურნალისტი თუ სხვა, არ არის გულწრფელი. იმიტომ რომ არც ერთი კითხვა არ დაუსვავს. ადამიანი გამოდის და საუბრობს, არა მარტო ის ბევრი მოექსპერტო ადამიანები. ეხლა თქვენ ეთერში მე რო გავაკეთო შედეგი განცხადება გიორგი მაპატიეთ და აღარ შეგიშლით ხელს. თუ ტყუილია მე ოპოზიციონერმა, რომელიც ოპოზიციონერ, რა თქმა უნდა თავი, ხო, ეხლა ნუ სხვა გვარის და სახეს და ტყუილია, რომ არსებობს შავი ხვრელები. ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღო და სამი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. უბრალოდ მე ამასთან დაკავშირებით ამაზე მეც ღიად ვერ ვისაუბრებ. არ გაჩენია არავის თელს ქვეყანაში კითხვა, რა საუბრობს ეს ადამიანი. მე შედის ეს ადამიანი ციხეში მიხეილ სააკაშვილთან მთელი 15 დღის განმავლობაში. გამოდის, შედის, უმსგავსო განცხადებებს აკეთებს ციხესთან ასევე. საზოგადოება ამას ხედავს. და ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები და მე ვჯერა და არავის არ დაგვიწყებია ამ ბრძოლაში, რატო ჩავერთეთ. რა ფორმატში, რა კონფიგურაციაში ჩვენ არ უნდა გვიწევდეს ბრძოლა. მე როგორც ისევე ძალიან ბევრ ადამიანს პირველი დღე გვახსოვს ამ ბრძოლაში შემოსვლისა. ეს არის ამ ქვეყნის წარმატება და განვითარება. და ჩემი შვილისთვის, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩემი შვილის თაობის წარმომადგენლებისთვის საესტაფეტო ჯოხის გადაცემა. სადაც იგი მეტად დაუნაღმავ ველზე ივლის, ვიდრე მე მომიწია და შემოგიწია გიორგი. და მორალური პოლიტიკის კეთების გარეშე არაფერი არ გამოვა არასოდეს. ვერც ბიძინა ივანიშვილს დავამარცხებთ, ვერც მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებთ.
და ვერც ახალ თაობას შეუწყობთ ხელს, რომ მოვიდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. ეს არის მადლობა. ბევრი ისეთ კითხვა დასვი, რომელზე პასუხის გაცემაც ბევრ თქვენს კოლეგას, რომელსაც შეიძლება უკვე ოპოზიციონერადაც აღარ თვლით, მოუწევთ და ჩვენ სტუდია არა, მე არ ვამბობ. არა თუ ღია, არამედ ეს შეკითხვები მათთან მიმართებაში დაისწრება. თქვათ მაგცო. გასაგებია. ერთი წუთი, ჩემი ვიზეთ საუბრობის აქ არ არის, ამით მაზრი არ აქვს ამაზე მეცაუბრებს. მე ამ ხელისუფლებას აქ ამ შემთხვევაში თავარი მაინც საერთო ოპოზიციური გეგმებია და ამით დავამთავრებ. გიორგი, კი არა, ძალიან გადავაცილე. მე ვაბრალებ ვამხელ კოლაბორაციონიზმში. ვამხელ რუსეთის სპეცსამსახურებთან და თანამშრომლობაში ამ ხელისუფლებას, ამ სისტემას პოლიტიკურს. და ამ დროს ჩემი კოლეგი, როდესაც გამოდის და ამ ხელისუფლებას რეცხავს, მეც რო არაფერი არ თქვა, ვარ მინიმუმ თვალთმაქსი. მადლობა. ნიკას უნდა დავამშვიდობოთ და ახლა ბუდიშნა მოუხადო ბატონი ვანო ნადირაძე არის დიდი ხანია უკვე კავშირზე უკრაინიდან. ვანო ნადირაძეს და ყველა მებრძოლს, ყველა ვაჟკაცს დიდი მადლობა ვამაყობთ ამ ბიჭებით ვინც უკრაინაში ჩვენ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა.